აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ინტეგრირებულ თეატრ აზდაკის ბაღს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება. ინიციატივის სამართლებრივად გაფორმება კი აფხაზეთის მთავრობის უახლოეს ხდომაზე მოხდება. აღნიშნული სიახლე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასის წევრებს ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს მათ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს აერთიანებს. ჩემს გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ინტეგრირებულ თეატრს აზდაკის ბაღს მიენიჭოს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მთავრობის ხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოვაქცევთ. ჩვენი ვალია რომ ჩვენს ახალგაზრდებს დავეხმაროთ ინტეგრაციაში, ასევე მინდა გითხრათ რომ სულ მალე რამოდენიმე დღეში მათი 10 წლის იუბილეა და ძალიან მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის ამ მნიშვნელოვან თარიღს. ბატონმა ლევანმა და გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენთან დასში რამოდენიმე აფხაზეთიდან დევნილი მსახიობიც არის. და აი ამით დაკავშირდა ალბათ ჩვენი ურთიერთობა და მართლა არ ვიცი რა ეს თეატრი ღმერთმაინებოს რომ რაღაცნაირად მედიატორი გახდეს აფხაზეთის და ჩვენი ურთიერთობის და რაღაცნაირად მომავალ წელს თუ არა შეიძლება ამ წელს აფხაზეთშიც გვეთამაშოს.